პრეზიდენტი იქნა არჩეული არაპირდაპირი წესით საარჩევნო დელეგატების მიერ, საარჩევნო კოლეგიის მიერ ღია კენჭისყრით და საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩეული იქნა ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. მინდა პირველ რიგში მას წარმატება უსურვო და მიულოცოთ პრეზიდენტად არჩევა. მოგეხსენებათ, რომ ამავე კონსტიტუციური მუხლის და ჩანაწერის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ამ პროცესში თავიდანვე იყო აღწერილი და შესაბამისად ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის განსაკუთრებით წარმომადგენლობით, განსაკუთრებით არა წარმომადგენლობით გორგოლს ჰქონდა შესაძლებლობა ყოფილიყო საარჩევნო კოლეგიის წევრი, ქუთაისის საკრებულოდან უყავით ორი დელეგატი, ქალბატონი მარეხი და მე, საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე. ყველა ის საკითხი, რომელიც თუნდაც უკავშირდება სხვადასხვა მოსაზრებებს, მათ შორის მოქალაქეებში და განსაკუთრებით კი ჩვენ ვიხილეთ არაერთი განცხადება ოპოზიციის დღის წესრიგიდან და ვფიქრობ ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ეს პროცესი იყო არაკონსტიტუციური, მე ვფიქრობ არის თითიდან გამოწვეული. ყველაფერს რო თავი გავანებოთ, ალბათ კარგად იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, განსაკუთრებით კი საკრებულო და წარმომადგენლობითი ორგანო 2021 წლის წელს აირჩია საქართველოს მოსახლეობა, ასევე პარლამენტი არჩეული იქნა საქართველოს მოსახლეობის უპრეცედენტო ჩართულობით, იცით, რომ 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და აქედან რაც მნიშვნელოვანია, პარტია ქართულ ოცნებას ჰქონდა 1.200.000-ზე მეტი მოქალაქის მხარდაჭერა. აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუნდაც ოპოზიციის ნაწილს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიიღეს მოქალაქეებიდან მხარდაჭერა, უნდა მოემსახურონ ხალხის იმ ნაწილის და ამორჩევის იმ ნაწილის ინტერესებს, რომლებმაც მათ ხარი დაუჭირეს. სხვა საკითხი, მე ვფიქრობ, არის მათი სუბიექტური და პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი და მე არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესში მოქალაქეები და მათი საუკეთესო ინტერესი იქნეს და იყოს გამოხატული. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა და უსურვო მას წარმატება. აღნიშნე კიდევაც, რომ მთავარი გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების გაერთიანება, გამორჩეული და განსაკუთრებული მიზნების ირგვლივ, მათ შორის იმ საკითხზე, როგორც არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად დღევანდელ თუნდაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ და ამ კვირების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს უპასუხო და მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან მე არ ვიცი ხა თუნდაც დღევანდელი ევროსაბჭოს მინისტერიალის ხდომის მიმართ რა მოლოდინები აქვს ამ ჯგუფებს და ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ამ პრაქტიკული სიკეთით, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია და შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეების ამას განიხილავენ ერთ-ერთ მექანიზმად და მოუწოდებენ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებს და ჩვენ ვიხილეთ მათ შორის წერილობითი განცხადება, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ ის სიკეთე, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციას უკავშირდება. რამდენად არ უნდა ცემდეთ თუნდაც
იმ მიზნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე საკუთარ მოსახლეობას პატივს, რომ ამ გზაზე წახვიდე და შესაბამისად დასაჯო საკუთარი მოსახლეობა, ან კონდეს ცდელობა დაისაჯო საკუთარი მოსახლეობა. მეორე და მთავარი, მე არ ვფიქრობ, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არაერთი განცხადება არსებობს, მათ შორის ოფიციალური პირების მხრიდან იმ მატერიალურ სიკეთეზე და ხელშესაღებ სიკეთეზე, რასაც ვიზა ლიბერალიზაცია ჰქვია, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წავიდეს ნებისმიერი ქვეყანა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეს შეუჩეროს ის სიკეთე, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწიეთ. ნამდვილად რთულად წარმოსადგენი იქნება ეს პოზიცია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ჩვენი პარტნიორები მიიღებენ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მიმძიმს უბრალოდ მართლა ვცდილობ, რომ რაღაცა ემოციურად არ გამოვხატო ის, მაგრამ აი აქ რაღაცა ფორმით მიჭირს ხოლმე რაღაცა განსაკუთრებული დაშვებების პოვნა, რომ ადამიანებს გიხაროდეთ ის, რომ თქვათ შესაძლო გადაწყვეტილება, რომელიც შეჩერებას უკავშირდებოდეს, მათი მხრიდან იყოს პოზიტიურად ჭყალებში ვამბობ წარმოჩინებული. მეორე და მთავარი, მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ევროინტეგრაცია. არავის არ უთქვამს, რომ ამ პროცესში, მაშინ როდესაც ჩვენი ინიციატივით და სწორედ ქართული ოცნების გუნდის მხრიდან, საპარლამენტო გუნდის მხრიდან, მაშინ როდესაც ახალი კონსტიტუცია, ახალი რედაქციით იქნებოდა, ჩვენი ინიციატივით ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაში ეს ნორმა. და არავის და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ ნორმას რაღაცა ფორმით გადახედვა ემუქრება. პირიქით. ეს არ უთქვამს არც საქართველოს პრემიერ-მინისტრს და არც არავის. უბრალოდ აქ ჩვენ უნდა ღიად ვისაუბროთ ამ საკითხზე. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც განსხვავებული აზრი შეიძლება გააჩნდეს ამ საკითხის მიმართ, პრემიერ-მინისტრმა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არაერთხელ გამოხატეს მზაობა, რომ ჩვენ მზად ვართ ამ საკითხების ირგვლივ ვისაუბროთ ღიად. ამიტომ მე ვფიქრობ, ის მღელვარება, რომელიც მოსახლეობაში არსებობს, ნამდვილად შეიძლება ამას რაღაცა დონეზე ან რაღაცა დოზით კონდეს თავის საფუძველი, თუმცა აი საფუძვლების გაქარწყლება სჭირდება არგუმენტაცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს მინდოდა, რაც ეს არის საკითხები, რაზეც მინდოდა გამომახვილებია ყურადღება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი დღის წესრიგი, დღესაც ამ დღის წესრიგის ირგვლივ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაწილში ჩვენ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, ისეთ როგორც არის მაგალითად რეგიონალური ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი იქნება დახარჯული ჩვენი მოქალაქეების, ქუთაისის მოქალაქეების უშუალოდ მათი ინფრასტრუქტურული პროექტების გაუმჯობესების მიზნით.